მე ფილმის გადაღება მომინდა. და ჩემ მეგობარი რეჟისორი იყო. ანუ რეკლამებზე მე უკვე ნამუშევარი მქონდა როგორც რეჟისორს. მე ბევრი მრავალფეროვანი იყო, მაგით შეიძლება მოვყვეთ, მაგრამ ხო და მე ფილმის გადაღება მინდოდა, ვეძებდი უცხოეთში რეჟისორს, იმიტომ რომ ინგლისურენოვანი და ჩემმა მეგობარმა უცებ მითხარა, რომ და შენ რატო არ გინდა რომ შენით გადაიღო და მე ფილმი როგორ უნდა გადავიღო. ხო და მეუბნება რომ რავი, არაფერი გაბედვა უნდაო რა. მე თუ გაბედვა თუდოსავთ გადავიხე ორი ფილმის გადავიღე. ანუ მანდაც ხო საშიშია, წარმოიდგინეთ, თან დაბალ ბიუჯეტიანი კი არა რაღაცა. 9 მილიონი დაჯდა სიტყვაზე ფილმი, რომლის რეჟისორიც უნდა ყოფილიყავი და მანდაც არის რისკი. ხო, ანუ ნებისმიერ უბრალოდ მინდოდა სამაგერო თუ გამომივიდოდა და რომ გამომივიდა მაგარი არ ფესტივალებზე ვიარე გავყიდე, საერთოდ გავიცანე, მე ამან მომიტანა დღევანდელი სარკე არის უკვე სარეკლამო არ არის დღესაც არსებობს. ანუ 25 წლის კომპანია დღესაც არსებობს და ფილმებს იღებს. და წამყვანი აქ უკვე მეორე ინდუსტრია შექმნა, კინოინდუსტრია, სარეკლამოს გარდა, სარკე. მაგრამ იმიტომ რომ მე რაღაც მომენტში გავბედე და ჩემით ისე რომ მე ვიყავი რეჟისორი, ის კი არა რომ მარტო პროექტი დავაფინანსე და რაც. არა, მე თვითონვე გავბედე და გადავიღე შიგნიდან თავიდან ბოლომდე ყველაფერი ვისწავლე.